ძირითადად ალბათ სურპრიზი მათთვის არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ და მე რასაც თქვა, მათ პროპაგანდაში არ ჩანს, მაგრამ მათ უნდა ცოდნოდათ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მან იქ არიან კონკრეტული ადამიანები, რომელსაც კარგად იციან რა არის ევროკავშირი და როგორ ფუნქციონირებს ის და პროპაგანდის მიღმა მათ უნდა დაენახა და ცოდნოდათ, რომ დასკვნა იქნებოდა ესეთი მკაცრე, ესეთი უკიდურესად მკაცრე, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ესეთი მსგავსი მე ლექსიკა, ესეთი შეფასებები მე არ მახსენდება და არ ვიცი თუ მოვიძიებთ ალბათ რომელიმე არც ერთ ქვეყანას ესეთი არ ქონია გაწევრიანების არც ერთ ეტაპზე და ნუ ესეთი უკიდურეს შეფასებები, თუმცა მოსალოდნელი იყო და ჩემთვისაც არ იყო სურპრიზი, იმიტომ რომ ქვეყანამ არც ის 12 მოთხოვნა შეასრულა, არც ის 9 მოთხოვნა შეასრულა. იმ 9 მოთხოვნის მერე ჩვენ ხედავდით, ხო, როგორ ეტაპობრივად ყველა მიმართულებით გაუარესდა სიტუაცია და თუ ოდესმე თუ თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ რაღაცა გარკვეული დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერებულიყო და თქვა ადამიანის უფლებების კუთხით ცოტა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, ეხლა ყველა მიმართულებით უკუსლა იყო და არა თუ გაძლიერებაზე საუბარი მთლიანად მიტაცებულად ითვლება საყოველთაო სახელმწიფო ინსტიტუტი ადამიანის უფლებების უკიდურესი გაუარესება. რომ ეს არის არაობიექტური, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია რაღაც საბჭოთა ბიუროკრატიას დაემსგავსა. ანუ ეს არის უბრალოდ გამოხმაურება თუ რაღაც სხვას ელოდნენ თვითონ და ჩათვალეს რომ რაღაც არაობიექტური დასკვნა შერჩათ ხელში. ხო. ეხლა რა თქმა უნდა, მიქ არის ოცნებაში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროკავშირი და როგორ მუშაობს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელმაც უნდა იცოდე. ყოველ შემთხვევაში ამას ასწავლიდა ზოგიერთი ოცნების მაღალჩინოსანი, ლექტორები იყვნენ და ევროპულ სისტემაზე და ევროპულ პოლიტიკაზე ლექციებს კითხულობდნენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეხლა საზოგადოება მას რომ კარგად წარმოიდგინოს. ეს არის კრიტერიუმები და სტანდარტები დადგენილი არა საქართველოს, არამედ ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც აქვს სურვილი გაწევრიანდეს, ან იყოს ასოცირებული წევრი. ნებისმიერი სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობის მოითხოვს გარკვეული მანამდე დადგენილი სტანდარტების შესრულებას. ეს არ არის საქართველოსთვის, ეს არ არის რომელიმე ერთი ქვეყნისთვის ან რეგიონისთვის, ეს არის უკვე დიდი ხნის წინ დადგენილი სტანდარტები. კერძოდ გაწევრიანების საკითხი უკავშირდება დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ ეგრეთ წოდებულ მაასტრიხტის კრიტერიუმებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვეყანა და ამ სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით წყდება მოგცემენ თუ არა შემდეგ ნაბიჯს. ანუ იწყება თუ არა მოლაპარაკებების ეტაპი, რა ეტაპზე გადადიხარ და გაწევრიანებისთვის რამდენად მზად ხარ. ეს არის ძალიან კონკრეტული, ძალიან სკრუპულოზური, დეტალური და ექსპერტული მუშაობა, არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, მიზანშეუწონილობა, არანაირი ვიღაცის კონკრეტული პოლიტიკური ძალის სიმპათია ან ანტიპათია ამას ვერ განსაზღვრავს. ეს არის ძალიან კონკრეტული ექსპერტული მოსაზრებათა კრებული, შეფასებების კრებული, რომელიც კიდევ ერთხელ ეყრდნობა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ მაასტრიხტის კრიტერიუმებს, რომელიც არის მთავარი გამსაზღვრელი, რამდენად თითოეული ქვეყანა მისი ცალკეული სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური მიმართულება თანხვედრაშია ევროპულ სისტემასთან. უბრალოდ სხვანაირად კოლექტიური ურთიერთობები, მულტინაციონალური გაერთიანება არ მუშაობს, თუ სინქრონში არ მოვიდა, უბრალოდ ირღვევა ყველაფერი და ამ შემთხვევაში გამონაკლისად ვერ დაუშვებენ რომ ცუდოდეთ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უარეს აკეთებს უნგრეთიო, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, მაგალითად უნგრეთის საკითხი რო ითქეს გაწევრიანების, ის ვერ გახდებოდა ევროკავშირის წევრი, ამ მოცემულობით, რომელიც მან დააქვს, ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც ჯერ კიდევ რჩება და ურბანი ამაზე უარს ვერ ამბობს, ის არის, რომ ნებისმიერი ის უკანონო გადაწყვეტილება, მათ შორის რუსული კანონი, რომელიც მიიღო უნგრეთმა, დააბლოკა ევროკავშირმა და ურბანი ამის წინააღმდეგ ვერ მიდის. ანუ შესაბამისად ევროკავშირში ყოფნის დროს არის მექანიზმები, რომელიც აღარ გაძლევს უკან წასვლის უფლებას, მაგრამ შენ თუ კანდიდატი ქვეყანა ხარ, შენ მოგეთხოვება შეასრულო სტანდარტები, რომელიც ყველა ქვეყანასაა გავლილი და ყველა ქვეყნის არის დადგენილი და თუ ამას არ ასრულებ, უბრალოდ შენ პროგრესს ვერ განიცდი და შესაბამისად ჩვენ დღეს რაც დავჭრა, ეს არის მხოლოდ სახელი კანდიდატის სტატუსის და რომ არა, მე ესე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების, ესე ვთქვა, პოლიტიკური ნების ხარდაჭერის სურვილი ევროპის კომისიის მიერ, უბრალოდ ამ კანდიდატის სტატუსის შეცვლასაც დააყენებდნენ ესეთ საკითხს საბჭოს წინაშე. ასე რომ მხოლოდ იმან გადაგვარჩინა დღეს, რომ საზოგადოების პროტესტი არის, საზოგადოების განწყობა არის პროევროპული, თუმცა მთავრობა ანტიევროპულია. დიმიტრი, ჩაგეკითხებით, ეხლა პროტესტი რომ არ იყოს ქუჩაში, კანდიდატის სტატუსის უკან წაღება, ეს ადვილი მექანიზმია, ანუ როგორ ხდება და ქუჩის პროტესტი რას გულისხმობს? ქუჩის პროტესტი არ გულისხმობს. აბა
მე გულისხმობ, რომ ზოგადად არა მარტო ქუჩის პროტესტი, არამედ საზოგადოების განწყობა, რომ საზოგადოება არის აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპული. და ეს არა მხოლოდ ამ კონკრეტული ქუჩის პროტესტით, ან ეხლა, არამედ ეს აი ამ ბოლო წლების განმავლობაში დაუღალავი პრინციპული ბრძოლი დაანახა. ზოგი აქტიურად ქუჩაში არის და ესე აგრძელებს, ზოგი სხვა მხრივ არის, მაგრამ რეალურად საზოგადოების ის დამსახურება, რამაც თავის დროზე რის გამოც მოგვანიჭეს ეს კანდიდატის სტატუსი და ეს იყო განცხადებული, ხო, 23 წლის დეკემბერში, ქართული ხალხის დამსახურებით მოგვანიჭეს. ზუსტად ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის განწყობების გამო, მაშინაც ეს სადავო იყო, ოცნება ამბობდა, რომ ხელისუფლების მუშაობის შედეგია ეს სტატუსი და ხალხი და ხელისუფლება არ იყოფა და ის ხელისუფლება ხალხს ვინც ირჩევს და ასე შემდეგ და ეხლა როგორი იყოფა? ხო, ანუ მაშინაც გახსოვთ იყო ეს სადავო თემა იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. არა, სადავო არ არის ეს თემა, ეს ქართულ ოცნებას აქვს თავის პროპაგანდა, უნდა რომ თავი იმართოს, თორე რეალურად კომისია გამოვიდა, მაშინ კომისიის და პრეზიდენტი გამოვიდა, თქვა რომ ეს არის ქართული ხალხის დამსახურება. ეს ძალიან შავი თეთრად წერია დოკუმენტებში და არის გაცხადებული. ეხლა დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რომ კანდიდატის სტატუსი შენარჩუნებულია და ამ საკითხის განხილვა არ დაწყებულა, რომ შეგვიჩერდეს ეს სტატუსი, ეს არის ისევ ქართული ხალხის დამსახურება, თუმცა ესეც არ არის სამუდამო. ესეც შეიძლება თუ შემდეგი წელი ესეთივე იქნა, ესეთივე ნეგატიური უკუსლები იქნება ყველა მიმართულებით. არა თუ გაყინული, არამედ უკუსლა არის ყველა მიმართულებით. თუ ესეთი იქნება, ჩვენ იმდენად აღარ შევესაბამებით კანდიდატის ქვეყნის სტატუსს და მდგომარეობას, რომ შეიძლება ეს საკითხიც იქნას განხილული, ხო? თქვა ჩვენ გვახსოვს, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ გადავხედოთ უკვე ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალ ვაჭრობას ვიზა ლიბერალიზაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში არ გულისხმობს ვიზა ლიბერალიზაციის მდგომარეობის შეფასებას, მაინც იყო ნახსენები ვიზა ლიბერალიზაცია, იმიტომ რომ აქაც ძალიან ჩამორჩენს უკუსლა გვაქვს ყველა მიმართულებით, ხო? ანუ ჩვენ ტოტალურად ყველა მიმართულებით მიდივართ უკან და ეხლა მათ უნდა მოიგონ რომ ვიღაცა deep state-ის ის ევროპაში და ის არეგულირებს ყველაფერს, ნუ ეხლა თუ გამის თავის მოტყუება გვინდა, კი ბატონო მოვიტყოთ, მაგრამ რეალურად კიდევ ერთხელ გეუბნები, ყველა ამ გადაწყვეტილების უკან დგას კონკრეტული სტანდარტები, რომელიც არის დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული, ქვეყანა შეესაბამება სტანდარტებს, მაშინ მიდის წინ, არ შეესაბამება მიდის უკან. ამ შემთხვევაში ამასთან გვაქვს საქმე და დანარჩენი არის ეხლა ის პროპაგანდა, რომელსაც დიმიტრი, რა სიტყვით საინტერესოა ჩვენი აუდიტორიისთვის? მაგალითად ძალიან კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. კი ბატონო, ჩვენი აუდიტორიისთვის შემხვდა ქსელში განსაკუთრებით, ანუ ქსელი ამ მხრივ რაღაც ტიპის განწყობების საზომია, უფრო ხელისუფლების მხარდამჭერ ბუნებრივია, ეს თქვათ, ფლანგზე, რომ უკრაინაში კორუფცია და მოლდოვან პარტიები და მედიები აკრძალა და ასე დროს საქართველოს ყველაზე ცუდი როგორ არის და ასევე თავად კობახიძის განმარტება, რომ ეს კოლექტიური ბიუროკრატია არ ეშვება იმაზე ფიქრს და იმაზე ოცნებას, რომ ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიცია დააბრუნონ და ამ ყველაფრის შედეგია ეს დასკვნა. აი, ამ მოსაზრების ავტორებისთვის რა სიტყვით? იცით რას გვეტყვით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის აბსოლუტურად იდეალური. და ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ როგორც მინიმუმ პროგრესი უნდა ქონდეს. ესეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გაქვს, ესეთი სრული კონტროლი პარტიებზე, სრული კონტროლის დამყარების ცდელობა სამოქალაქო საზოგადოებაზე, სრული კონტროლი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც აბსოლუტურად ერთი ელემენტი არ დაჭრა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ და რომელიც ობიექტური დასკვნის იმედიც გვექნება ადამიანს, რომელიც თუნდაც არც ოპოზიციის ხარდამჭერი არ, ხო? არ არის დარჩენილი ეგეთი არც მოლდოვაშია, არც უკრაინაშია, არც ევროპულ და არც კანდიდატ ქვეყნებშია და არც ევროპულ ქვეყანაში ბუნებრივი არა. თუმცა კორუფცია შეიძლება იყოს და დარწმუნებულო გერმანიაში, საფრანგეთში დღემდე არის, მაგრამ რამდენად ზათ არის სახელმწიფო სისტემური მიდგომები ქონდეს, რამდენად დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურები აქვს, რამდენად პარლამენტი არის მრავალპარტიული და თავისუფალი, რამდენად არჩევნები ტარდება, ამაში ხა ცალსახა არის, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. სამწუხაროდ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმ ქვეყნებშიც კი ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა, რომელიც გუშინ ჩვენზე უკან იყვნენ ბევრი მიმართულები, ბევრი ტექნიკური მიმართულები. უკრაინაში ომია და მაინც გარკვეულ რეფორმებს ახერხებენ. აი ესეთი მძიმე ზეწოლის მიუხედავად მათში ის ოლიგარქიული მმართველობა აღარ არის, როგორც ომამდე იყო. და ის ოლიგარქების მიერ დანაწილებული უკრაინა აღარ არის. ეხლა ბევრად უფრო ინსტიტუციონალიზებულია უკრაინის მმართველობა და რა თქმა უნდა კორუფცია შემორჩენილია და ჯერ კიდევ არის, მაგრამ კორუფცია არსად ბოლომდე არ მარცხდება, მაგრამ კორუფციისთან ბრძოლის რეალურ მექანიზმებს თუ აყალიბებ, მაშინ შეიძლება მართლა პლუსი დაგეწეროს და ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არ არის მოსაგონებელი.
დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა იყოს, რომელიც დამოუკიდებლობის გარანტიებს შექმნიდა. საქართველოში ეს ყველაფერი არ არის და ვიცით ხო, როგორი მოქმედებს ანტიკორუფციული ბიურო, როგორ მოქმედებს სუსი, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს დევნის, რომელიც ეხა ამ კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ არის, თუ დანარჩენი მიმართულებით არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ მიმდინარეობს და ასე შემდეგ, ხო? სასამართლო ეს ხო დიდი ხანია უკვე ამაზე მეტი საუბარი, ამაში ახალი არაფერი არ, მაგრამ სასამართლოს მაგალითად იგივე მოლდოვეთში, იგივე უკრაინაში ბევრად უფრო წინ არის წასული, იმით რომ ესეთი 100%-იანი დაქვემდებარება და ესეთი აი რაღაცა აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, ესე სისულელეებზე ადამიანები არ არიან სისხლისამართლის საჯელით დაპატიმრებულები. მეორეა რომ თვითონ კანონები რო გვაქვს ეგეთი რეპრესიული ესეთი კანონები არსად არ არის. რა მოლდოვეთში თითქოს აკრძალეს პარტია, მაგრამ ესე არ არის ყველა პარტია აკრძალული და ესეთი სისულელური ბრალდებებით. არამედ ის იყო კონკრეტულად მე მგონი ერთი პარტია შეუზღუდეს საარჩევნო რეგისტრაცია, იმიტომ რომ მისი რაღაცა საბუთები თუ რაღაც დოკუმენტები არ შეესაბამებოდა რაღაცა კონსტიტუცია. თუ აკრძალული იქა, იქ არა რუსეთში არ არის პარტიები აკრძალული და ბელორუსიაში იქაც კი დაშვებულია რეალურად კონსტიტუციურად არც ერთი პარტია არ არის აკრძალული. იქ არის უბრალოდ ტექნიკური ბარიერები არის შემოთა რუსეთში და ბელორუსიაში. საუბარს აღარ ვლაპარაკობ არც ერთ კანდიდატ ქვეყანას. კიდევ ერთხელ, საქართველოს რაც გააკეთა, ეს არის აი უბრალოდ ქვესკნელში ჩააგდო ქვეყანა ევროპული მიმართულებით, ყველა მიმართულებით, არა თუ პროგრესი არა, ყველა მიმართულებით ფუნდამენტურ უკუსლა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ერთადერთი სახელი, რაც დარჩა საქართველოს ევროინტეგრაციიდან. მეტი არაბე დანარჩენ მოსპეს და გაანადგურეს. კი ბატონო, მადლობა დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა დღეს